სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ქართველთა ერი და საქართველოს ეკლესია განსაკუთრებით ხარობს და მთელი საქრისტიანო იცით რომ ეკლესია ჩვენი ადიდებს მოციქულთა სწორს დედა ნინოს რამხელა დიდი წოდება და პატივია რომ ქრისტესგან რჩეულ მოციქულებს არის გათანაბრებული მოციქულთა სწორია თავისი ღვაწლითა და თავისი სიწმინდით მესამე საუკუნეში მოევლინა ქვეყანას ეს დიდი სიწმინდე რომის იმპერიაში მაქსიმიანე იყო მაშინ იმპერატორი და წარმართობა სრულობდა და ზეიმობდა მაშინ და თვითონ კი დაიბადა ქრისტიანთა ოჯახში წმინდა ზაბულონისა და სოსანას მხოლოდშობილი შვილი იყო მაგალითი ყავდა მშობელი სიწმინდის მოყვარენი და ქრისტეს მოყვარენი რომელიც ძალიან აკლია დღეს სამყაროს კეთილი მაგალითი როგორ აკლია დღეს სამყაროს და მას ყავდა კეთილი მაგალითი მშობელთა სახით ხემან კეთილმა ნაყოფიც კეთილი გამოიღოს და შემდგომ როდესაც აი 12 წლის გახდა ისინი მიდიან პალესტინაში და ის იქ თავის ბიძასთან რჩება რადგან ბიძა მისი იყო პატრიარქი იერუსალიმისა იუბენალიბი და დედა დიაკონისად ეკურთხა სოსანა და ობოლთა ქრივთა და კელობელთა უძლურთა დავრდომილთა მსახურად იქცა მამა კი უდაბნოში გავიდა დაყუდებაში და თვითონ მაცხოვრის საფლავის სიახლოვეს იზრდებოდა მორწმუნე ქალთან ნიაფორთან და როგორც ამბობს მისი ცხოვრების აღწერი დიდი ინტერესი იჩენდა სარწმუნოების საკითხებისადმი და ყველაფერი აინტერესებდა რაც უფალ ღმერთს ჩვენს იესოს შეეხებოდა როგორი გულგრილობა არის დღეს სამყაროში ქრისტეს სახელს ატარებს ადამიანი თითოეულ ჩვენთაგანი და ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენი სიტყვა როგორ განშორებული არის შორს ქრისტესაგან ქრისტე უნდა მხოლოდ მაშინ და ღმერთი როცა გაუჭირდება ადამიანს და როცა სჭირდება და მისი სიტყვა და მის შესახებ სულ არ აინტერესებს ადამიანს წმინდანინო იკვლევდა ყველა დეტალს ისიც კი აინტერესებდა რომ სად იყო კვართი უფლისა რომელი მას ემოსა ღვთისმშობლის მიერ ზემოქსოვილი და უთხრეს რომ ისო საქართველოში არისო ცხეთელმა ებრაელებმა წააბრძანეს პირველ საუკუნეში და სამწუხაროა იქ მართალია მოციქულებმა იქადაგეს მაგრამ მაინც არ მართობა იყო ჩვენში ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ ქონდა მაშინ გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად და ეს დიდი სიწმინდე გადაწყვეტს რომ მოვიდეს და მოილოცოს ეს უფლის ნატარები კვართი რაც უფალმა ატარა იერუსალიმიდან საქართველოში უნდა წამოსვლა რომ უფალს რაღაცა ფორმით შეეხოს უფლის სიწმინდე შეეხოს უფალთან დაკავშირებულ რაღაცასთან კონდეს ურთიერთობა და დღეს ყველაფერია და ამის ინტერესი არ არის ადამიანში დღეს შეუძლია ყველას რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს შეეხოს არა თუ იმას რაც მაცხოვარს ემოსა და რასაც მაცხოვარი ეხებოდა თვით მაცხოვრის სისხლსა და ხორცს შეეხოს ადამიანი და ეზიაროს და უფალი ამბობს ვინც ეზიარება ის ჩემშია და მე მასში ვარო და როგორი ნაკლები ინტერესი არის ამის და როგორ გვამხელს ამაშიც დედა ნინო როგორი მოშურნეობა ქონდა როგორი დაუდევრობა გვაქვს ჩვენ აი დღეს წაიკითხა მოძღვარმა სახარება ქალწულთა შესახებ წერია იქა ეს ბევრჯერ გამგვიმარტავს და წმინდა მამების მიერ და გვითქვამს მაგრამ აი როცა მოვიდა უფალი სიძესა შედარებული ლამპარი აღაღზნეს ხუთმა და ხუთმა აღაღზნო მაგრამ ზეთი აღარ ყოფნიდათ
მომების სხვადასხვაგვარად განმარტავდა, ერთი განმარტება ის არის, რომ პირველი ხუთიო ისინი არიანო, ვინც თავის გულში მთელი ცხოვრება უფლის მადლს აგროვებსო. და მეორესაც ჰქონდა და იცნობდნენ ქრისტეს, ელოდნენ კიდევაც. უფალი ამბობს, ერთი ჭიქა წყალი არ დაეკარგება ადამიანს, მაგრამ ცოტა ჰქონდათ, არ ეყოთ. ვერ შეხვდნენ ანთებული ლამპრებით უფალს და დარჩნენ გარეთ. მთელი ცხოვრება ამოებაში, დიდებაში, ამ ქვეყნიურ რაღაცა ამოებაში და სიზედმეტეში ატარებს ადამიანი და ცონარებაში და ღვაწლში არ არის. მისი გული უფლისთვის არ არის. შეიძლება სხეულით ქალწულით კი იყოს, მაგრამ გული შორს განშორებული იყოს უფლისაგან. უწმინდურობით სავსე ჰქონდეს გული. სხეულით წმინდანი იყვნენ ქალწული, მაგრამ მაინც ვერ შევიდნენ. მადლი არ ჰქონდათ. მადლი სჭირდება ადამიანს და რომელი მადლია ადამიანს იმდენი ცოდვა აქვს მოგროვილი, რომ 100 ადამიანს ეყოფა ერთად წასაწყმედად, ეს ერთს კი არა. და წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი იმედი, ჩვენი ქრისტესთან მიმყონებელი, ჩვენი სანთელი და ჩვენი მზე ქართველთა ემბაზი, როგორ გვასწავლის, როგორ უნდა იყოს ადამიანი. თავისი ცხოვრების წესით როგორ მიახლა უფალს. დღეს აი მისია ევანგელიზაციის განყოფილებები არსებობს სოფლიოში და ცდილობენ, რომ 1000 გზებს ეძებენ, რომ ადამიანები უფალთან მიიყვანონ. სხვადასხვა საშუალებებით, ქადაგებით, სწავლებით, მაგრამ წმინდა ნინო მაჩვენა მე-4 საუკუნეში, რომ ყველაზე დიდი ქადაგება ეს არის წმინდა ცხოვრება. საკუთარი მაგალითი უნდა აჩვენო ადამიანს. მან თავისი სიწმინდით მაგალითი გვაჩვენა და ამით მიიზიდა ხალხი. უფალი ამბობს, ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ არ მოიყვანაო. და მამა როგორ მოიყვანს? თუ სიწმინდეს არ იცავ. თუ ელემენტარულ ინტერესს არ ავლენს ადამიანი. ინტერესაც კი არა, აი ცოდნის დონეზე რო იცოდეს სარწმუნოება თვისი, იმ დონეზეც არ გვაინტერესებს ჩვენი სარწმუნოება, რომელიც ცხოვრების წესზეა ლაპარაკი. და წმინდა ნინომ გვაჩვენა, აი მე ვიცხონე თავი და ჩემი მაგალითით ერი ცხონდა, ერი გააქრისტიანა, მოციქულობა იტვირთა, მოციქულად ექცა ჩვენ მერს. და საოცარი იყო იქ ვამბობდი, რომ აი გადაწყვიტა წამოსა და ძილსა შორის ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი დედა გამოეცხა, რომელმაც იცით თქვენ ვაზის ჯვარი გადასცა. და ვაზი უფლის სიმბოლოა. თვითონ ვაზს უწოდებს უფალი თავის თავს და იცით ეს ვაზი საკრალური მცენარეა, ღვთისმშობელსაც განასახიერებს და სისხლი ღვინისგან მზადდება, ანუ ვაზისგან. ანუ ქრისტესთვის უნდა ეზიარებინა, ეს უთხრა ღვთისმშობელმა. ეს ერი მისი წილხდომი, რომელიც წარმართობის სიბნელეში იყო. და იცით რომ აღარ მოუყვები წვრილად, რომ დიდი განსაცდელები შეხვდნენ მისი თანამგზავრნი რიფსიმე და გაიანე სომხეთში და სხვანი კიდე 40 ქალწული სომხეთში მოწყვიტეს და იძლივს გადაურჩა ეკალბართ შეფარებული სიკვდილს, მაგრამ უფლის განგება სხვანაირი იყო, მას უნდა ჩვენიერი მოექცია. წერია რომ მოვიდა სიახლოვეს საქართველოში, ქვაზე დადო თავი, როგორც იაკობმა, როცა იბტოდა თავის ბიძასთან ძმისაგან დევნილი, ქვაზე დადო თავი მანაც და როგორც იაკობს ბეთილში, ისე გამოეცხადა მას, გამოცხადება ჰქონდა, იმას კიბე გამოეცხადა დიდ იაკობს და მას მაცხოვარი გამოეცხადა. და მცნებანი მისცა, როგორც მისცა მოსე წინასწარმეტყველს, მცნებანი მასაც მისცა და უთხრა რომ ეს ამ მცნებას უნდა აზიარო ეს ხალხი. საოცარი ამ ხდებოდა მის თავზე. შემოვიდა მცხეთას და დიდი ზორვა იყო და კერპსახურება და ერთმა მართალმა ადამიანმა ფერისცვალება დღეს დაემთხვა. ილოცა და დაემხნენ კერპნი და დაიწყო საქართველოს ქართველი ხალხის და მასში მცხოვრები ყველა ადამიანის ფერისცვალება. მართლის ლოცვას რამხელა ძალა აქვს. ფერისცვალება დაიწყო. მაყლოვანში დაემკვიდრა მეფის ბაღში
და მაყლოვანი იცით საოცარი საკრალური რამ არის მოსე წინასწარმეტყველს გამოეცხადა უფალი მაყლოვანში და ღვთისმშობლის სიმბოლო იყო რომლის წიაღშიც მაცხოვარი იყო და როგორც ეს ცეცხლი ამ მაყვალს არ აზიანებდა ისე მაცხოვარის სიდიადემ არ დააზიანა ღვთისმშობელი და დაიტია დაუტევნელი და აი ეს მაყლოვანი საოცარი ადგილია აქ განკურნა წმინდა ნინო მოამრავი ადამიანი და მათ შორის აი ამ ადგილას აი ამ კურთხეულ ადგილას მოვიდა დედოფალი ნანა პირველი ქრისტიანი ჩვენი დედოფალი აქ მოვიდა მერე მირიან მეფე და გარდამოცემა ამბობს რომ 2 აგვისტო იყო სანადიროდ იყო გასული და თვალ დაუბრუნდა და იცით საოცრეო მოხდა სანამ წმინდა ნინოს ღმერთს არ მოუხმო არ აღეხილა თვალ და რატომ ამბობ 2 აგვისტოს 2 აგვისტოს არის ილია თესბიტელის სცენება ელიაობა და ელია თესბიტელმა დაამხო ბაალის კერპი და მისი მსახური ქურუმები 400-მდე აი ეს იმიტომ ხდებოდა სულ დიდი სიმბოლოებია ჩადებული რომ მირიან მეფეს დაამხობდა კერპებს რომელი მაშინ იყო და ასევე მათ მსახურებს განსდევნიდა და ჭეშმარიტ მსახურებს მოიყვანდა მაყლოვანი ჩვენი მცხეთაში საკრალური ადგილია იქ დიდგა წმინდა ლოცვა წლები და იქ დადიოდა მოციქულთა სწორი მირიან დედოფალი ნანა საქართველოს საოცრებები ხდებოდა საოცრებები რომ გადაწყვიტეს ქრისტეს ნაზიარებმა მეფე დედოფალმა და ერმა რომ ტაძარი აეშენებინა და ანტიოქიდან უდლებით და უდელმთავარი ჩამოვიდა სვეტი ცხოველი აღაშენეს იცით თქვენ პირველად ხის იყო და მეშვიდე სვეტი უნდათ აღემართათ ვეღარ აღემართა რაღაცა დიდი საიდუმლო ხდებოდა აი სადაც ეს ხე იყო ნაძვისა იმის ქვეშ იყო კვართი უფლისა სიდონიასთან ერთად დამარხული და მთელი ღამე ლოცულობდა წმინდა ნინო თავის დამოწაფებულ ქალწულებთან ერთად სალომე უჯარმელთან და პეროჟავრა სვინვიელთან ერთად და ისეთი ბრძოლა აწყდა ბოროტისაგან რომ ეჩვენებოდა თითქოს მთები ემხობოდნენ თავზე თითქოს მდინარე სკალაპოტები შეიკრა და წყალი გადმოდიოდა ბოროტი ხილვებს აჩვენებდა ოღონდ ლოცვა შეეწყვიტა წმინდა ნინოს თომ ტერი მოვიდა მაგრამ წმინდა ლოცვას არ წყვეტდა და იმაშინ გამოცხადა ანგელოზი და აღამაღლა სვეტი 2 კაცის სიმაღლეზეო და დაეშვა და დაადგა და მირონი დიოდა საუკუნეების მანძილზე ამიტომ რა ქვია სვეტი ცხოველი ცოცხალი სვეტი ისეთი მადლი გადმოდიოდაო საქართველოს ზედა რომ მის საზღვრებს ცდებოდა და საქართველოს საზღვრებს იქითაც ემხობოდნენ კერპნი წარმართა ქართველთა გოლგოთა იცით ჯვარია ჯვრის მონასტერი სადაც არის და 3 ჯვარი აღემართა იცით თქვენ თხოთზე უჯარმაში და ჯვრის ადგილას და საოცარი რამ იყო იქ ხე საკრალური ხე იყო ისიც რომ მოსჭრეს და 12 ანგელოზი გამოცხადდა და 12 ვარსკვლავი დაადგრა ამაზე დიდი მადლი მოიტანა აი სულ ქალწული სულ ყმაწვილი ქალი იყო რამ დიდარი იყო მადლით ქრისტე იყო მასთან და დღეს ადამიანები წუთიერი სიამოვნების გულისთვის ეშმაკებს სიბნელეს და ბოროტებას შემოვიკრებთ ხოლმე ჩვენ სირგლით და წმინდა ნინო ქრისტე შეიმოსა მადლი შეიმოსა რომელიც ცხოვრება ჯობია აი ეს უბადრუკი მახინჯი ცხოვრება ცოდვაში განლეულ თუ სიწმინდეში გატარებული რომელიც იყო ნათელი ნათლად ექცა ჩვენ ქვეყანას როგორ თაზე ქალაქი არ დაიმალება მის სიწმინდე არ დაიმალა ის იყო ანთებული სანთელი რომელიც ქრისტესკენ მოგვიწოდებს ადამიანმა რომ დაიწყოს მოყოლა მის ცხოვრებისა 5 და 10 დღე ვერ დაამთავრებს მაგრამ ეს უბრალო შრომით კი არ იყო დიდი ღვაწლით იყო ეს რაც მან მოიპოვა რაღაცა ფასეული რომ ვინმე მოგცეს დიდი შრომა უნდა გაწიო
და შეუფასებელი რომ მოგეცეს მადლი სულისაწმინს, რამდენი ლოცვა არის საჭირო და ღვაწლი საჭირო. წარმოიდგინე, რამხელა ღვაწლი ჰქონდა, იწერია მეფისო ნათესავი განკურნაო მოციქულთა სწორისა მირიანისა და 2 ღამე და 3 დღე ილოცვიდაო, რომ ეს მადლი კურნებისას ზეციდან გამოეითხოვა, 2 ღამე და 3 დღე ილოცვიდაო. ამიტომ აი წმინდანოს სენების დღეს, მის დიდების დღეს, რა თქმა უნდა ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ჩვენი მაგალითი, ჩვენი სახე, ის არის ჩვენი ქრისტესთან მემყვანებელი და მან როგორც იცხოვრა, შეძლების დაგვარად ადამიანმა ბაძვიდეს მას. თუნდა რომ როცა დადგება ჟავი მისი ამ ქვეყნიდან გასვლა და ეს ყველა ადამიანს იქნება, წმინდა ნინოს სავანეში იყოს, წმინდა ნინოს სიახლოვეს იყოს. და იცით რომ დამიდავამთავრე ბოდბეში გადაბრძანდა, თიანეთის გავლით გადავიდა ბოდბეში და იქ აღესრულა და იცით დაკრძალულია იქ და წმინდა გიორგის სახელზე ააგეს ტაძარი, რადგან გარდამოცემ ამბობს რომ მისი მამა ბიძა იყო წმინდა გიორგისა, ხორციელი სისხლისმიერ ნათესაობა ჰქონდათ, მან შეაყვარა ქართველებს წმინდა გიორგი და დღეს არის მისი დაბადების დღე, მარადისობისთვის რომ დაიბადა ის დღეა. ანუ გარდაცვალება ეს არის ახალი დაბადება. მარადისობისთვის დაიბადა და ვზეიმობთ რომ ის 64-ში გააბრწყინდა, ქრისტეს ადიდებდა და ქრისტემ ადიდა ის საუკუნოდ დაუსრულებლა და დღეს ის წმინდა ნინო ლოცულობს საქართველოსთვის. დღეს ის გლოცა თვითონ თქვენთაგანს, ვინც ადიდებთ, ვინც თხოვთ შეწევნას და თხოვოთ რომ აი მისი ლოცვის მადლით მისებრი მოშურნეობა მოგცეს, მისებრი სიყვარული მოგცეს, მისებრი რწმენა და სასოება მოგცეს ღმერთმა. მცირე ღვაწლი მაინც რომ მადლი მოიპოვოთ, რომ ჩვენ ცხონდე და გადავრჩე და გაშორდეს ბოროტი საქართველოს და თვითონ ჩვენთაგან. შეგეწიოთ წმინდა ნინო სულის ხსნასა და გადარჩენის გზაზე. ღვთისმშობლისაგან ნაბოძები ვაზის ჯვრით დალოცოს საქართველო კიდევ და კიდევ და თითოეული თქვენთაგანი ცხოვრება აკურთხოს. ქრისტე აგვერჩიოს, ქრისტეს გზა აგვერჩიოს. დედა ნინომ გვასწავლა ჩვენ ქრისტეს გზა და არასოდეს ჩვენი ერი არ მიდრეკილა არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. ანდრია მოციქულის ქადაგების წარმართება იყო წმინდა ნინო და ანდრია მოციქულის და წმინდა ნინოს ნაქადაგებ გზაზე ევლოს საქართველოს უკუნისამდე. ყველა ნინო დალოცოს ღმერთმა, თითოეული თქვენთაგანი დაგლოცოთ და გაგამარჯვებინოთ. საკუთარ თავზე, წუთის სოფელზე, ეშმაკზე და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა წმინდა ნინოს ლოცვით. ამინ. შეგახსენებთ რომ ესე იგი შაბათს ანტონ მარტყოფელის ხსენება არის ამ დიდი სიწმინდისა, რომელმაც საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი შემოაბრძანა. და ასევე არის მაკარი დიდის ხსენება, ღირსა მაკარისა, ეგვიპტელისა, დიდი სიწმინდისა და მარკოს ეფესელისა, საოცარი მამისა და სხვათა და ამის გამო შაბათს იქნება დიდი წირვა-ლოცვა და ღვთისდიდება და იქამდე ესე იგი პარასკევს ჩატარდება ლოცვები. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახარო ჩვენთან არც ღმერთი. Christus, Sonino, Dabaditza
ჭირდა და შრომა და შენ რომელ და შერდა გვახარებ